მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ოსპის პური, რომელიც არის დიეტური, ჯანსაღი, უგლუტენო და რაც მთავარია, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი. აუცილებლად მოამზადეთ, რადგან სასარგებლოსთან ერთად არის ძალიან გემრიელიც. მაშასე პირველ რიგში 2 ჭიქა ოსპი მოვათავსოთ ჯამში. დავასხათ წყალი და დავიწყოთ ოსპის გარეცხვა. მანამ სანამ სუფთა წყალი არ ექნება. ოსპის კარგად გარეცხვის შემდეგ დავასხათ 500 მლ წყალი და გავაჩეროთ 4-5 საათის განმავლობაში, რომ ოსპი კარგად გაღვივდეს. ის ასე ჩაიშრობს წყალს. შემდეგ გაღვივებული ოსპი გადავიტანოთ ჯამში ან ჩოპერში, როგორც მე ეს გავაკეთე და დავამატოთ სხვა ინგრედიენტები. დავამატოთ 2 კვერცხი, ბერძნული იოგურტი 100 გრამი და ხაჭოც 100 გრამი. შეგიძლიათ ხაჭო და ბერძნული იოგურტი მაწვნით ჩაანაცვლოთ ან არაჟნით, როგორც თქვენ ინებებთ. შემდეგ დავამატოთ 1 ჩაის კოზის სავსე გამაფხვიერებელი და მარილი და კარგად დავაქუცმაცოთ. შეგიძლიათ დააქუცმაცოთ როგორც ჩოპერში, ისე ხელის ბლენდერითაც. მთავარია მასა იყოს კარგად დამუშავებული. იმისათვის, რომ ოსპის პური ძალიან გემრიელი და კარგი გამოგვივიდეს, აუცილებელია მასა იყოს კრემისებრი, რომელიც შემდეგ გადავიტანოთ სასურველ საცხობ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ხუმალში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. დაახლოებით ცხვება 50 წუთის განმავლობაში. ოსპის პური შეგიძლიათ გამოაცხოთ ასევე აეროგრილში. მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ მივიღებთ უგლუტენო, ასევე ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტს, რომელიც უგემრიელესია როგორც კერძებთან, ისე ცალკე მისართმევადაც. მე განსაკუთრებულად ოსპის პური მიყვარს სულუგუნის ჩხირებთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ მიირთვათ სხვადასხვა თქვენთვის სასურველ კერძთან ერთად. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.